ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. საკუთარ არჩევანს კიდევ ერთხელ გააკეთებს ხონის მოსახლეობა. მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები ქართული ოცნების მხრიდან ჯემალ მებუკე, ნაციონალური მოძრაობიდან კი ზურაბ ჯიბუხაია. ჩვენი გადამღები ჯგუფის რაიონში სტუმრობისას მართველი გუნდის ფავორიტი ქუტირის მოსახლეობას ხვდებოდა. პროფესიით ექიმი ამბობს, რომ მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობს. არჩევნებს გამარჯვების მოლოდინით ხვდება. პროფესიით ექიმი გახლავარ, მიმაჩნია, რომ ჩემი კუთხის, ჩემი რაიონის ღირსება და ნაკლი ერთნაირად მიტარებია. ჭირისუფალი გახლავართ. ჩემი რაიონის მისი სატკივარი მტკიოდა და მტკივა დღესაც და მიმაჩნია, რომ მქონდა მორალური უფლება. ჩემი წარსულიდან გამომდინარე, რომ მივსულიყავი ამ მომრჩეველთან და მეთხოვა მხარდაჭერა. გავიმარჯვეთ. ეს მოლოდინი გვაქვს. თავის მხრივ უპირატესობის მოლოდინში არიან ნაციონალურ მოძრაობაში. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ხონის გამგებლობის კანდიდატის ზურაბ ჯიბუხაიას საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ღირსეული კანდიდატის ხმებს ბოლომდე დაიცავენ. ბატონ ზურაბ ჯიბუხაიას აქვს ძალიან მაღალი შანსი გამარჯვების, იმიტომ რომ ზურაბ ჯიბუხაია არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წესიერი კაცი ხონში და რაც ყველაზე უფრო მთავარია, ზურაბ ჯიბუხაიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მუნიციპალურ სფეროში საქმიანობისა და იმედი მაქვს, რომ ხონი ხვალ გააკეთებს სწორ არჩევანს. ჩვენ ხვალ დავასრულებთ საარჩევნო ბატალიებს და დავასრულებთ იმით, რომ ყველა ხონელის ხმა იქნება დაცული როგორც საარჩევნო კომისიაში, ასევე საარჩევნო შენობის გარეთ. საბოლოო შედეგები რაც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მე ნებისმიერ შემთხვევაში მივესალმები, იმიტომ რომ ხვალ ეს იქნება ხონის არჩევანი. ხონელები კი არჩევანის გაკეთებამდე კამერებთან იმ საკითხების შესახებ საუბრობენ, რომელთა მოგვარებასაც გამარჯვებული კანდიდატისგან მოითხოვენ. მომავალ გამგებას ხშირ შემთხვევაში რთული საკითხების გადაჭრა მოუწევს. პირველ რიგში უნდა გააკეთოს გამგებელი, რომ დაინიშნება ახალი გაზი. აქ მოსეხონელის ქუჩაზე ვცხოვრობ 30 ნომერში და გაზი არ არის, დღემდე არ არის შემოყვანილი. კიდევ რა მატარებელი გამოიყვანოს ხონში, ძალიან კარგი იქნება თუ გამოიყვანოს მატარებლის ხაზს და იქნება ხონში მატარებელი. პირველ რიგში მინდა მშვიდობა იყოს და მშვიდობიდან დამთავრდეს არჩევნები. მეორეც რას ველოდებით ახლა? კეთილდღეობას